ზუსტად 4 საათი შესრულდა მას შემდეგ, რაც აქციის ორგანიზატორები ელოდებიან ნებართვა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ გაიშალოს სცენა, შემოიტანონ რუსთაველის გამზირზე რკინის კონსტრუქციები, ხმის გამაძლიერებლები, რადგან დღეს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია არის დაანონსებული. შესაბამისად მნიშვნელოვანი არის, რომ ყველაფერი იყოს მზად იმისთვის, რომ მოქალაქეებმა გაიგონ, რას ეტყვის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, მათ ზუსტად 9 საათი 8 საათიდან არის საპროტესტო აქცია, თქვენ იცით, დაანონსებული, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აძლევს აქციის მონაწილეებს უფლებას, რომ გაშალონ რკინის კონსტრუქციების სცენა. ახლა შუშანა მაცაბერიძე გვეტყვის, აქ სწორედ რკინის კონსტრუქციებთან, ხმის გამაძლიერებთან ერთად ის ცდილობს ახლა მიუახლოვდეს საკანონმდებლო ორგანოს იმისთვის, რომ მოიპოვონ უფლება სცენის გაშლის. შუშანა 4 საათი გავიდა, რაც მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. აგვიხსენეთ, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და გარდა ამისა მაყურებელს ვეთყვი, რომ ყველა პერიმეტრზე აბსოლუტურად თავისუფლებიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე დიდ მანქანებს ჩხრეკენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ამაზე ვიცით, რომ მაგრამ ჩვენ მაინც გავძვერით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით უკვე თითქმის პარლამენტთან 4 საათი ველოდებოდით პოლიციას, რომ მოეცა ნებართვა და ძალიან უმტკივნეულოდ ჩვეულებრივად შემდგარიყო ეს პროცესი. 8 საათზე პრეზიდენტის მიმართვა რუსთაველიდან აუცილებლად იქნება. ჩვენ ახლა შევალდა ჩვენი ხელებით, ჩვენ თვითონ ჩამოვცლით ამ ყველაფერს. ჩვენ არ გვჭირდება რეალურად არავის ნებართვა იმისთვის, რომ ხალხი შეიკრიბოს და განაცხადება გააკეთოს პრეზიდენტმა. ჩვენ უბრალოდ რაღაცნაირად არ ვიცი, აი მორალურად თუ რაღაცნაირად მაინც ჩავთვალეთ საჭირო დრო ის გვექნა, მივედით, გავაკეთეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. თუ ვერ ნახულობენ ამას და ვერ აფასებენ იმას, რაც ჩვენ ახლა დღეს გავაკეთეთ, მაგალითად ახლა მიიღებენ პასუხს. ეს არის ჩვენი პასუხი. ეხლა ეს ყველაფერი აქ ელოდებით თუ არა, ყველაფერს ელოდებით, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი ხალხ ჩაიცლება, მაგრამ თუ აქ იქნება ჯაჯგური, თუ აქ იქნება რაღაცა შეხლა შემოხლა, ჩვენ გვაქვს რაღაც, რა თქმა უნდა, ალტერნატივა. დღეს აქ გახმოვანება მაინც დადგება და პრეზიდენტი მაინც მიმართავს ხალხს 8 საათზე. აი ჩვენ უკვე პარლამენტის მიმდებარე პერიმეტრზე ვართ, ახლა მე და ჩემი ოპერატორიც ჩავალთ და დაბელოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ათობით დანაყოფი გამოჩნდება რამდენიმე წამში ამ პერიმეტრზე, რადგან როგორც გითხარით, მე სხვათა შორის ყველა ავტომობილს აჩერებდნენ პარლამენტის მიმდებარე პერიმეტრზე. ახლა უკვე გაჩერდა ეს სცენით აღჭურვილი მანქანა. მე ოპერატორს ვთხოვ, რომ შეძლებს დაგვარად გადმომყვეს, რომ ჩვენ ვაჩვენოთ მაყურებელს და მოვუყვეთ, როგორ განვითარდება აქ მოვლენები. ჩვენ რამდენიმე წამში გვექნება შესაძლებლობა, რომ სწორედ გაჩვენოთ პირდაპირ ეთერში. მე ვხედავ ელენე ხოშტარიასაც, რომელიც სწორედ მოემართება ახლა ამ პერიმეტრისკენ და გესმით პოლიციელის პირველი მოწოდება გაათავისუფლეთ მანქანები, თუმცა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა 4 საათი სრულად გამოიყენეს იმისთვის, რომ აქ სცენის გაშლის შესაძლებლობა მიეცათ. ამას ამის უფლებას არ აძლევენ. ნახოთ როგორი იქნება მათი პოზიცია. დიახ, სცენა მოიტანეს 4 საათია გელოდებიან და აძლევთ უფლებას, რომ გააშალონ სცენა. 4 საათია უკვე გასული მან შემდეგ, რაც აი ესე უთხარით თქვენ. გაგზავნილი არის ინფორმაცია. ელენე, გითხარი რა, პირდაპირ ეთერში ვართ. ყველა მანქანას აჩერებდნენ მიმდებარე, თუმცა მაინც მოახერხეს თქვენმა თანამებრძოლებმა აქამდე მოიტანეთ ეს სპეციალური აღჭურვილობა. ხო, ჩვეულებრივად უნდა გაიშალოს სცენა. აქცია არის, არანაირი ნებართვა არ არის საჭირო. ჩვეულებრივად უნდა გავშალოთ სცენა, იმიტომ რომ აქცია მიეცით უფლება. ამდენი ხანი რატომ არ აძლევდით ამის უფლებას, ვიდრე კამერებით პირდაპირ ეთერში არ მოვედით? რატომ არ აძლევდით უფლებას და რატომ ჩხრეთ ყველა ავტომობილს, დიდ ავტომობილს? ეხლა გასაგებია და რატომ არ აძლევდით 4 საათის განმავლობაში ამის შესაძლებლობას? გვეტყვით? ეხლა გასაგებია და 4 საათი რატომ არ მიეცით? გონივრული ვადა იყო, ხო გითხარით? გონივრული ვადა არის 4 საათი? 4 საათი იყო თუ რამე? ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ძალა აქვს მედიას, სანამ მედიის წარმომადგენლები ლაივში არ მივადექით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და სანამ საკუთარი ძალით არ მოიტანეს აი ეს ტექნიკა ამ პერიმეტრზე, არ აძლევდნენ შესაძლებლობას, რომ შემოსულიყო აი აქ ეს აღჭურვილობა, აი ეს მანქანები სატვირთო, სადაც მოთავსებული არის სწორედ სცენა, რკინის კონსტრუქციები, ხმის გამაძლიერებლები. სულ რამდენიმე წუთში დაიწყება სამზადისი. აქ როგორც მოისმინეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა მიეცათ შესაძლებლობა და უფლება აქციის მონაწილეებისთვის, რომ გააშალონ სცენა. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტომასალები, რომ თავისუფლების მოედანზე არაერთი
მანქანა გააჩერეს, მიკროავტობუსები, აი ესეთი დიდი ტექნიკა ყველას აჩერებდნენ იმისთვის რომ გადაემოწმებინათ ვინმეს ხომ არ შექონდა რკინის კონსტრუქცია, სცენის მაგვარი ხმის გამაძლიერებლები, თუმცა ფაქტია რომ ეს მოახერხეს ახლა აქ სამოქალაქო აქტივისტებმა ვინც აქ იმყოფებიან და სულ ცოტა ხანში დაიწყება უკვე სამუშაოები სცენის გაშლა მოიწყობა ამ პერიმეტრზე. სწორედ თედო შეგვიფასე აი ეს პროცესები რომელიც დღეს განვითარდა 4 საათი არ აძლევდნენ შესაძლებლობას რომ სცენის კონსტრუქციები შემოიტანა, თუმცა ეხლა იძულებულები გახდნენ რომ ამის ნებართვა მოეწევათ. ცხადია, იძულებულები არიან, იმიტომ რომ როგორც არ უნდა მოიქცენ, მაინც მოუწევთ ის რომ ნახონ აქ ადგილზე სცენა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ამიტომ მოუწევთ პირველ რიგში ადამიანებს რომ მოვიდნენ დღეს 8 საათზე აქ, ვიდგეთ ერთად იმისთვის რომ უარი ვუთხრათ რუსულ რეჟიმს, ის რაც ახლა ხდება მათ შორის მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, კომისია თუ ასე შემდეგ, ამ ყველაფერზე უნდა გქონდეს მკაფიო პასუხი და მკაფიო არა, ამიტომ დავდგამთ ახლა სცენას და ველოდებით მოქალაქეებს აქ. ძალიან დიდი მადლობა. მაშასე ზუსტად 8 საათზე ყურადღების ცენტრში იქნება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრი, სწორედ 8 საათზე დაიწყებენ აქ მებრძოლი და შეუდრეკელი ხალხის შეკრებას, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ეს არის ის მთავარი მესიჯები, რომელიც აქ შეკრებილ ადამიანებს ექნებათ. 34 წლის თავზე ვერამე ვერ წარმოიდგენდა რომ ისევ მოუწევდათ იმის მტკიცება რომ საქართველოში სურთ იცხოვრონ დამოუკიდებელ, თავისუფალ და ევროპულ ქვეყანაში. დღეს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ საკუთარ განაცხადს გააკეთებს. ზუსტად 8 საათიდან დაიწყება პარლამენტთან შეკრება, 9 საათზე კი როგორც გითხარით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიმართავს აქ შეკრებილებს. ბუნებრივია აქ გელოდებიან ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი.